რაც შემიძლენია, ნამდვილად გაიაფებული არაფერი არ შემიძლენია. მე მგონი ყველაფერი გაძვირებულია. რა ვიცი, აქ ცხოვრობ, არ ვიცი, აქაური მასები ნახდა და ვიცი. რა შედარებით, რა თქმა უნდა, აქ უფრო იაფია. ვიდრე დავუშვათ კანადაში და კიდევ სხვა ქვეყნებში. არ გაძვირდეს თუ რა გაიაფება სადაა. რა ვიცი, არაფერი, პირიქით ყველაფერი ძვირდება. გაიაფებული არაფერი არ არის შუა. ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. პროდუქტი ძვირია ძალიან, ყველაფერი გაძვირდა. არ ხერხავ. არა, გაიფა პირიქით უარესობაზე მიწისორი გამორჩილი, გაიფება და მაგი შანსი არ არსებობს. ამორიცხული. გონი არა ხო? მაღაზიებში მე არ დავდივარ, ბაზარში მე არ დავდივარ. ჩემ მეუღლეს კითხეთ და გეტყვით, სხვა ვერაფერი. პირიქით გაძვირდა, ყველაფერი გაძვირდა. სულფრად არაფერი არც უშოთ რომ გავიცი, არა ნამდვილად არ მინახია რა გაიაფდა. აი ესე გამოვივლი და ჩავივლი რაღაცა ორცალ რაღაცას ვიყიდი, მეორეცა და სულებაა. აბსოლუტურად არაფერი, კატასტროფული ფასებია. აბსოლუტურად ყველაფერი ძვირია. ხურცი, რა თქმა უნდა, ყველი, ზეთი, რა ვიცი, ყველაფერი. მართლა 10 ლარი კი არ არის. 30-35 ლარი ღირს. ფასებთან ხო არანაირი არ მაქვს, რავი, რაც ღირს იმას ყიდულობ. ანუ არ გაწუხა დიდად არ მაშვები, იმდენი დრო არა მაქვს, მაგისი რომ ვიფიქრო გაიაფთა თუ არა უკაცრავად. ნამდვილად არ მიგრძნია არც ერთ პროდუქტზე არაფერი გაიაფება. ჩვენთვის პირადად არა. მე ვხედავ მაღაზიაში რომ არის რაღაც პროდუქტები დაიაფებული. აი მაგალითად წრეებია გაიაფება. ნახე მინერალური წყლები, შაქარი, კვერცხით გაიაფებული. მარკეტში ალბათ მასაკლებები როა. აუ როგორ თქვა, მართლა ვერ გეტყვით, იმიტომ რომ 2 კვირის ჩამოსვლა საქართველოში. კი, ზოგჯერ ორ ნაბიჯში დავდივარ. პროდუქტი ნამდვილად. ახალი ჩამოსვლები ვარ ევროპიდან და გაფრენილი ფასებია საშინელი. ზოგი რაღაცები გაიაფთა. აი მაგალითად წრეები გაიაფება. აი ხლა არ მახსოვს, მე იშვიათად დავდივარ, მაგრამ გაიაფთა ზოგი რაღაცა. იგივეა.